გამარჯობა ინგა. ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრე ჩვენს გამოცემლობაში აკადემიური წიგნი. მოგესალმებით, მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ. შენ ხარ ებრაისტი და ხარ საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სპეციალისტი თუ არ ვცდები. მე ვარ აღმოსავლეთმცოდნე, არაბისტი საერთაშორის ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის სპეციალისტი და აქედან გამომდინარე მუშაობ ისრაელის საკითხებზე და ვასწავლე ისრაელის ისტორიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ძალიან კარგი. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე მე შემდეგ ვისაუბროთ, მაგრამ ჯერ ვისაუბროთ აი ამ არაჩვეულებრივ პროექტზე, რომელიც წელს დამთავრდა, სამწლიანი პროექტი ჰქონდათ რუსთაველის ფონდის და აი ამაზე მოგვიყევით და მე ის რაც წიგნში არ შევიდა კიდე ცალკე ვისაუბროთ. მადლობა რომ დაინტერესდით ამ პროექტით. მე ხელში მიჭირავს ეს წიგნი ქართველთა და ებრაელთა კომუნიკაციური მეხსიერება, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტის და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. ამ თემაზე ეს არის უკვე მეორე პროექტი. პირველი იყო ქართველი ებრაელები საქართველოს საარქივო დოკუმენტებში, რომელიც განხორციელდა აკადემიკოს გურამ ლორთქიფანიძის გარდაცვლილი გურამ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით. და ეს სამეცნიერო ჯგუფი მან შეკრა და ჩვენ გავაგრძელეთ ამ თემებზე მუშაობა და ეს არის უკვე მეორე პროექტი. ჩემთან ერთად ამ პროექტის მონაწილე გახავთ სწორედ გურამ ლორთქიფანიძის ქალიშვილი, სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კეთრინ ლორთქიფანიძე. ძალიან საინტერესოა ზოგადად ეს თემა ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობების ზოგადად და მით უმეტეს კომუნიკაციური მეხსიერება და რატომ კომუნიკაციური მეხსიერება. ვიცით რომ უკვე 27 საუკუნეა, 26 საუკუნეც გადავახეთ, რაც ებრაელები საქართველოში ცხოვრობდნენ და ეს არის უნიკალური ურთიერთობები მსოფლიო მასშტაბით. ალბათ ანალოგი არ აქვს ასეთ ტოლერანტულ დამოკიდებულებას და ურთიერთობას, რაც ქართველებს და ებრაელებს ჰქონდათ. და აქვთ დღემდე. აქვთ დღემდე და გრძელდება ფაქტიურად ისრაელშიც. იცით თქვენ ამ თემის შესახებ, როდესაც ქართველ ებრაელებთან ურთიერთობდა ზოგადად ისრაელში, გონია რომ ისევ საქართველოში ხარ, იმიტომ რომ ამბობენ კიდევაც რომ მეტი რა ვქნათ, რომ ქართულად ვსაუბრობთ. საქართველო გვიყვარს, რა თქმა უნდა, ჩვენი სამშობლოა, გვენატრება, ქართულად ვსაუბრობთ, ქართულად ვცეკვავთ, ქართულად ვღერივებთ, ხორცელს ქართულად ვიხდით და სამზარეულოც კი ქართული აქვთ. ასე რომ ამის ანალოგი ძნელად მოიძებნება მსოფლიოში. ჩვენ ქართულ ებრაელ ურთიერთობებზე ბევრი მუშაობს, ბევრი წერს, ეს ძალიან პოპულარული თემაა სამეცნიერო საზოგადოებაში, მაგრამ რატომ კომუნიკაციური მეხსიერება? ვიცით რომ მეხსიერება ზოგადად 80 კომუნიკაციური მეხსიერება აზროვნება 80-100 წლის მანძილზე ინახება, შემდეგ იკარგება და ამიტომ გადავწყვიტეთ შემოგვინახა, გაგვეციფრულებია, გაბალზე გადაგვეტანა და დოკუმენტურად შემოგვენახა ქართველების მოგონებები ებრაელებზე, როდესაც საქართველოში ცხოვრობდნენ და ძირითადად ებრაელების მოგონებები, როგორ ახსოვთ მათ საქართველო, როგორ ახსოვთ მათ თავიანთი მეგობრები, მეზობლები, თანამშრომლები, როგორ ცხოვრობდნენ ერთად და ძალიან ემოციური აღმოჩნდა ეს საკითხი ებრაელებისთვის. საქართველოს კვლავ გახსენება, სულ ახსოვთ საქართველო, მაგრამ ბავშვობის გახსენება, ყველა დეტალის გახსენება, იმ ტრადიციების გახსენება, რომელსაც იცავდნენ საქართველოში და კლასელების, მეგობრების აღმოვაჩინეთ გახსენება უნიკალური წერილები. პირველი არის დროინდელი უნიკალური წერილები, კერძოდ საჩხერეში აღმოვაჩინეთ ცნობილი მეცნიერები იყვნენ სიმონ და ლული შათაშვილები, რომელთა შთამომავლობით ცენტრში მუშაობენ და მათი წერილები საჩხერეში მეგობართან მიწერილი. ეს არის საოცარი ნიმუში, თუნდაც ქართული ხელწერის, მეტყველების არაჩვეულებრივი ხელწერით შესრულებული და იცით რა არის ამ წერილებში
ჩანს იმ დროინდელი საქართველოს ყოფა ცხოვრება. რა თქმა უნდა, რატომ სწავლობთ ასე გამორჩეულად ებრაელთა ისტორიას? იმიტომ რომ ეს არის საქართველოს ისტორია, ხო? მის ზუსტად ისევე ცხოვრობდნენ როგორც ქართველები. და ერთი საინტერესო წერილი ამ წიგნში გვაქვს სიმონ შათაშვილის მახსენდება და მინდა ამაზე ვისაუბრო, რომ მეგობარს წერს, აიო, ილიაობაო კახეთში ძალიან დიდი მასშტაბით აღინიშნავდა. მინდა რომ ჩვენი აკაკიც არ დაგვეჩაგროსო. თუ არ აქვსო მთავრობას საშუალება, აი ჩვენ ყველა საჩხერელი ებრაელები შევკრიბავთ ფულს. მე და ჩემი ძმები მათ შორისო და 250 მანეთი მაშინ სერიოზული თანხა იქნებოდა, ყველა 250 მანეთს ავკრიბავთო და ჩვენ დავეხმარებთ. ანუ ერთი კაცი დებდა 250 მანეთს. ერთი კაცი ყველანი რომ აკაკის საქართველოს ბულბულის იუბილეც ისეულად აღინიშნოს როგორც ილიაობა და შეიძლება შემდეგ ვნახოთ როგორი ლამაზი ხელნაწერებია და ეს არის რომელი წელია ეს 97 წელია 85 წელია პირველი წერილი და 97 წლამდე გრძელდებოდა ეს წერილები. ზუსტად ეს არის 85 წელი. ნახეთ, ამ ოჯახში შენახულია 40-მდე ასეთი წერილი. მოთავსებული აგრეთვე ცნობილი იერუსალიმის უნივერსიტეტის პროფესორის ვლადიმერ ჭელიძის, ლადო ჭელიძის ბებიის წერილები, ბები ებრაელი ყავს, რომელიც 10 წლების უნახავ შვილს საქართველოში დარჩენილ ნათელას წერს წერილებს. ჩემო ძვირფასო შვილო ნათელა, ჩემო საყვარელო შვილო ნათელა და როგორ ეს სიყვარულება შორიდან. და ეს ყველაფერი წერილების გარდა თვითონ მოგონებები არის ძალიან ამახელოებელი. ყველა დეტალი ახსოვს. საქართველოში ცხოვრების, ბაღში ყოფნის, სკოლაში ყოფნის ყველა დეტალი ახსოვთ და ესეც განსაკუთრებულია, როგორც საბჭოთა პერიოდში წერილი იწყებოდა ხოლმე უპირველეს ყოვლისა შაბლონით ხელში ვიღებ კალამს და აი ასე იწყება მათი წერილებიც ისრაელიდან. ძალიან ემოციურად დატვირთულია ამ წიგნის გაცნობა და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო ჩვენ ისრაელში ამის გამო ვერ შევძელით წასვლა და ამიტომ ავარჩიეთ ქართველი ებრაელებით ყველაზე კომპაქტურად დასახლებული ქვეყანა ბელგია და კერძოდ ანტვერპენი და ანტვერპენში ჩავწერეთ წიგნის ყველაზე მეტი მასალა სინაგოგაში. რამდენი ადამიანი ცხოვრობს ქართველი ებრაელი ანტვერპენში? ეკლესიაში სუსტი ციფრი ვერ გითხრეს, მაგრამ ეკლესიაში რომ აპატიეთ ლოცვაში როგორც თვითონ ეძახიან სინაგოგაში დავდივართო 3-4 ესე იგი წარმოიდგინეთ რამდენი ოჯახი ცხოვრობს. რამდენი ოჯახი ცხოვრობს და რამხელა დიასპორა. და შემდეგ ეს წიგნი ძალიან მალე უკვე იქ ყოფნიდან სადღაც 2-3 თვეში გამოიცა და არ მოელოდნენ. ამბობდნენ, რომ აქ ბევრი ჩამოდის, ბევრი წერს ინტერვიუებს, მაგრამ შედეგი არ ჰქონდათ ნარაყი და როდესაც უკვე გამზადებული წიგნით ჩავედით და პრეზენტაცია ჰქონდა საოცრად ამაღელვებელი აი ცრემლებიც ბევრი იყო და თავიანთ ახლობლებს ნახულობენ, ხო? ათვალიერებდნენ ყველა გვერდს, ყველა გვარს, ვინ იყო ნაცნობი და ბედნიერები იყვნენ, რეკავდნენ ისრაელში. ისრაელი დაეუბნებოდნენ, აი იქნებ ერთი წიგნი შევხვდა, შეგვინახეთ, გამოგვიქცავთ. ვისი ახლობლებიც ამ წიგნში. ქართული კულტურის, ასე ვთქვათ, ელჩები არიან ეს ადამიანები ევროპაში. ქართული კულტურის ელჩები არიან და ძალიან საინტერესო კითხვა, საკითხი დავშვით ახლა. სულ მაგას ვფიქრობ ხოლმე, ყველაზე მეტად ქართული კულტურა მათ გაიტანეს საზღვარგარეთ. მასობრივი გატანა? მასობრივი, იმიტომ რომ ასეულ ათასობით იყვნენ, ხო? და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ქართული კულტურა ყველაზე მეტად გაიტანეს ქართველმა ებრაელებმა. რა თქმა უნდა, სადაც დასახლდნენ იმ ქვეყნების კულტურაზე, ეკონომიკაზე, ხელოვნებაზე უდიდესი გავლენა მოახდინეს, მაგრამ საქართველოსთვის გააკეთეს
ყველაზე დიდი საქმე, უდიდესი საქმე, რომ ქართული კულტურა დაამკვიდრეს მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც დღემდე ცხოვრობენ. ანუ აი ეს ანტვერპენის ებრაელობა რაღაც მიკრო თემი არის, ებრაულ თემში გამოყოფილი და გამოკვეთილი თემი არის. კი, ინტეგრირებულები არიან. ინტეგრირებულები კი, მაგრამ მაინც როგორც ყველგან ეს ქართველი ებრაელები მაინც თითქოს თავისთვის არიან და ამ ქართულ სინაგოგებში ერთიანდებიან. ანტვერპენში არის ორი ქართული სინაგოგა. მათ თვითონ შეუსყიდიათ შენობები ამოშენებენ და ორი ქართული სინაგოგა. ყველა სახლში ფაქტიურად სინაგოგა. ეს არის აბსოლუტურად ებრაული ქალაქი და ამ პატარა ქალაქში ორი ქართული სინაგოგა უკვე ძალიან დიდი საქმეა. და აქვთ ევროპის სხვა ქალაქების ქართველ-ებრაულ თემებთან ურთიერთობა? ყველასთან ნათესაობენ, მეგობრობენ, ქორწილებში დადიან, ჩვენ რომ ვიყავით მეორე დღეს მონაკოში წავიდნენ ქორწილში, ნაწილი წავიდნენ ისრაელში და ყველასთან რა თქმა უნდა ერთმანეთთან კავშირს არ კარგავენ. ახალგაზრდა თაობასაც აზიარებენ ამ ქართულ კულტურას, აი ვინც უკვე იქ დაიბადა ან ძალიან პატარა. იქ დაბადებულები ქართული უმრავლესობას ესმის, ვერ ლაპარაკობს, მაგრამ კარგად ესმის ქართული და ეს ქართულ სინაგოგას ვინც რეუვენების ოჯახი, ვინც უბლის, მათი შვილი 30 წლის დაახლოებით არაჩვეულებრივი ახალგაზრდა გეუბნებოდა 4 შვილი მყავსო, ყველა ქართულად ცეკვავს, ჩემი გოგონები. ოჯახში ქართულად ვსაუბრობთ. და გარდა ამისა, თბილისის სინაგოგასთან აქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, ხშირად ჩამოდიან, ამარაგებენ ქიბა, კუდით, თორათის სალოცავით იქიდან აგზავნიან და რა თქმა უნდა, მათსა იცით, რომ თბილისში, საქართველოში ისრაელიდან ჩამოდიოდა და ახლა ბელგიიდანაც უგზავნიან და ეს თბილისში, საქართველოში მცხოვრები ქართველი ებრაელები, ვინც არიან შემორჩენილები, ახალგაზრდები, მიიყავთ იქ. ისრაელში მიიყავთ, ბელგიაში მიიყავთ. ანუ ეხმარებიან იქ ინტეგრაციაში, დასაქმებაში, კი, განათლების საკითხებში და ასე რომ ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ. და ჩვენთან დარჩენილი ებრაული თემიც ჩაწერეთ, ხო? ჩვენთან დარჩენილი ებრაული თემიც ჩავწერეთ სინაგოგის ჩვენი გაბაი მერაბ ჩანჩალაშვილი, ჩავწერეთ აგრეთვე პირველი, ვისაც ამ წიგნში ნახავთ საქართველოში ქართველთა მოგონებებიდან, ეს არის დავით ბააზოვის სახელობის ქართველთა და ქართულ-ებრაული ურთიერთობა და მუზეუმის დირექტორი, ბატონი გივი ღამბაშიძე, მისი მოგონებებით იწყება ეს წიგნი, მე ვერელი კაცი ვარ და ყველაზე ჩამოყალიბებული აი მართ ნამდვილად სამეცნიერო დონეზე ინტერვიუს სწორედ ბატონ გივისთან გახლავთ. ის იხსენებს თავის მეგობარ ჯემალ აჯიაშვილს, რა თქმა უნდა ჯამლეთ ხუხაშვილს და ძალიან ღრმად საუბრობს ამ ქართულ ებრაულ ურთიერთობაზე, ამ ფენომენზე და ალბათ იცით რომ სწორედ ბატონი გივის ინიციატივით მოხდა ქართულ-ებრაული ურთიერთობების იუნესკოს წარდგენა ხო კულტურული მემკვიდრეობის პროგრამაში და შალოძე წელს 2018 წელს და აგრეთვე ბატონი გივი ასევე იყო ამ დიდი საქმის კეთებისთვის წარდგენილი ნობელის პრემიის პრემიაზე და მინდა გითხრათ რომ ძალიან მეგობრობს ჩვენთანაც უნივერსიტეტთან ჩემი სტუდენტები წლის ბოლოს ყოველთვის მიყავს მუზეუმში და ბოლო ლექციას ბატონი გივი უტარებს ხოლმე შემაჯამებენ ქართულ-ებრაულ ურთიერთობაზე მუზეუმის დათვალიერებით და იქა გამაინტერესებს აი თბილისის და როგორც ვიცი საჩხერეში ჩაწერეთ და დასავლეთ საქართველოში კიდე რამდენიმე ადგილას ხო? თითქმის ყველა ქალაქი არის ამ წიგნში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობდნენ ებრაელები. დღეს ვინც არიან დარჩენილები? დღეს ვინც არიან დარჩენილები, ხო, კახეთშიც ჩავწერეთ ცოტანი არიან, ყველაზე მეტი რა თქმა უნდა თბილისში არიან. საჩხერეში აღარავინ აღარ ცხოვრობს, რაჭაშიც აღარ არიან, ხო? აღარ არიან არც რაჭაში შეიძლება გამოვყოთ ცალკე არის ისა 9 ებრაელი შიმშილაშვილები ორი დანი არიან და ზოგადად 9 შიმშილაშვილი დარჩა ონში
მერი შიფშილაშვილი, რომელიც გახლავთ ცნობილი პედიატრი, დღემდე მუშაობს ონის საავადმყოფოში და რაღაც რამხელა სიყვარული უნდა ჰქონდეს, ყველა მათიანი წავიდა და ამათმა არ დატოვეს რაჭა და არაჩვეულებრივი ორივე ექიმები და მეორე და ნოსტალგიით თქვა ალბათ რომ წავსულიყავითო, არც ერთ საკუთარი ოჯახი არ აყავს, იქ ოჯახსაც შევქმნიდითო, მაგრამ აი მსხვერპლი გაიღეს რომ დარჩენილი იყვნენ საქართველოში. კარგი, ერთი ესეთი კითხვა მაქვს, რამდენად მნიშვნელოვანი არის ებრაელი თემისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია და რამდენად ხდება ეს ლოცვის და სასულიერო განათლების, ანუ თორის სწავლების საკითხები რამდენად ხდება დღეს საქართველოში? დღეს ალბათ ეს შესაძლებელია მარტო თბილისის სინაგოგაში, იმიტომ რომ ახალციხის ამოძველეს სინაგოგაში მხოლოდ ერთი კაცი ებრაელი დარჩენილი, რომელიც სინაგოგასული, სხვაგან თითქმის არ არის და ლოცვა რომ ჩატარდეს, ამისთვის 10 ებრაელია საჭირო. და ზოგჯერ ისრაელიდანაც ჩამოდიან, რომ ეს 10 კაცი შეიკრიბოს და აი ონელმა ებრაელებმა ეს გულისტკივილი გამოთქვეს, რომ იქნება წელიწადში ერთხელ მაინც მოახერხო, რომ ექსკურსიაზე ხო მოდიანო და ერთხელ ლოცვაზე 10 კაცის შესაკრებლად ჩამოვიდნენ, რომ ლოცვა ჩატარდესო. განათლების საკითხები აი სასულიერო იუდეური განათლების საკითხები რამდენად არის მოგვარებული, ხო არის? კომუნიკაციურ მეცნიერებაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლიურ, ანუ მათთვის ქართულ ენაზე ხდებოდეს თორის სწავლება. თორის სწავლება კი ჩვენს თბილისის სინაგოგაში რამდენადაც ვიცი ეს ხდება და ქალბატონები ცალკე შევესწარი რამდენჯერმე ცალკე იკრიბებიან, მათ თავისი ადგილი აქვთ რიტუალითაც და ამ საკითხებში და ყველა საკითხს იხილავენ ზოგადად როგორც ეკლესიაში, ისე სინაგოგაც ასე იყო, ხო, რომ საოჯახო საკითხები ყველაფერი იქ წყდებოდა, იხილებოდა. და ძალიან აქტიურია მერაბ ჩანჩალაშვილი და ახლა ბევრი ხალხი წავს, ხო, სხვა ქალაქებთან შედარებით ეს ლოცვაში და ამიტომ ეს თემები ისე ვერ იქნება როგორც საფრთხე იყო. არა, ისე არ იქნება ხო, იმიტომ რომ ესეთი არც იმდენი დარჩენ სამწუხაროდ და თან ძალიან აქტიურია. ის დიდი მოღვაწეები აღარ არიან. ძალიან ფარველობენ დარჩენილებს. ყველა ქალაქში. და თბილისიდან მიდის დღესაც ამ სინაგოგებში ეს მაცა და ეს რიტუალური და ამ ტორპედელებიც ეხმარებიან. ამ ტორპედელებიც ეხმარებიან და რა თქმა უნდა ისრაელიდანაც და ყველანი ძალიან შეკრულები არიან. ზოგადად ჰერცლმა, როდესაც ეს სიონიზმის იდეა გაავრცელა და სახელმწიფო შექმნაზე ფიქრობდა, მათ მაშინვე ყველგან, ხო, 1297 წელს ბაზილშვილსაც ჩამოყალიბდა პატარა ლურჯი ყუთები დადგეს ყველგან. მსოფლიოს ყველა ქალაქში, სადაც ბავშვებიც კი ფუნთუშის ფულს ყრიდნენ, რომ მოგროვებულიყო, ერთმანეთს დახმარებოდნენ, გაჭირვებული ებრაელი არ ყოფილიყო, სახელმწიფო შესაქმნად ცალკე, მაგრამ ის რომ არ ყოლოდათ თავისენ გაჭირვებული, რაც მათ საქართველოში სულ ჰქონდათ. რომ ყველა კარგად ყოფილიყო და მათი რელიგიური ვალდებულებაც არის, რომ ვისაც უჭირდა, ყოველთვის უკითხავდნენ სახლში, როდესაც სადეს ამზადებდნენ, საჩხერეში მომიყვა, რომ აუცილებლად ატანდნენ შვილებს დანარჩენ ებრაელებთან, რომ არავის უშიებული ებრაელი და გაჭირვებული არ ყოფილიყო. ძალიან საინტერესოა და მართლა ძალიან მიამაყება, რომ იმ ქვეყნის შვილი ვარ, რომელსაც ებრაელების მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა და მამაც რო ასე ჩართულია ქართულ-ებრაული ურთიერთობების საკითხის დარეგულირებაში თუ როგორც არის ამის აღმოჩენაში, ესეც ნამდვილად ძალიან საამაყო არის. თუმცა დღეს გლობალურ სამყაროში ვერ გავექცევით აი ამ დიდ გამოწვევებს, რასაც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი ქვია და ტერორიზმი, რაც აუცილებლად გლობალური პრობლემა არის ხომ. მარტო ჩვენ არ გვეხება, მაგრამ რაღაცნაირად ალბათ ამეთახები, რომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენგან მხარდაჭერა იგრძნონ ჩვენმა ებრაელებმა. და სხვებმაც, რა თქმა უნდა.
კი, ნამდვილად სერიოზული თემა არის დღეს უნივერსიტეტში, სხვათა შორის ყავდა დელეგაცია ისრაელიდან და სუსტად ეს კითხვა დამისვეს. ამ სტუდენტებს რა რეაქცია ჰქონდათ ისრაელში 7 ოქტომბრის ტერაქტზე. და მეუბნები, რომ ჩვენ ისევე განვიცდით ამ უბედურებას, ტერაქტებს და ომს ისრაელში, როგორც თქვენ. იმიტომ რომ ჩვენი ნაწილი, ჩვენი ქართველი ებრაელობა ცხოვრობს ისრაელში, ჩვენი ახლობლები და ამ ტერაქტის დროს, კიდე 7 ოქტომბერს, ჰამასის ტერაქტის დროს, 2 ქართველი გოგონაც დაიღუპა, ერთი სოხუმიდან, აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის შვილი იყო და ასევე ეს ჩვენი ტკივილი არის. რა თქმა უნდა და ჩვენც ისევე ვლოცულობთ ეს ტყვეები, გადარჩენილები დააბრუნონ, როგორც თვითონ და ეს საშინელებარი კადრებს, როდესაც ვნახულობთ და წარმოუდგენელია 21 საუკუნეში ზოგადად ეს 7 ოქტომბერი კი არა, ზოგადად თუ კიდევ ტერაქტი და ისრაელზე თავდასხმა მოხდებოდა. მე სულ რომ წინა პრეზიდენტობის დროს თქო იმის იმედი მქონდა ტრამპი იმდენად პროისრაელურ პოლიტიკას ატარებდა, გასაგებია მისი სიცე კუშნერი, ებრაელი, როგორ დააწყო არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობები, ამის შემდეგ ამ მოლოდინი არ გქონდა, რომ რაიმე მოხდებოდა. გასაგებია, რომ ეს დაუკავშირეს იომ კიპურის 50 წლის თავს არაბებმა, მაგრამ წარმოუდგენელია ისრაელის სახელმწიფოს ეს როგორ გამოეპარა და იმ დახმარებით, რასაც აძლევდა ეკონომიკისთვის, სოფლის მეურნეობისთვის, აი ზუსტად იმ ტრაქტორებით გაარღვიეს ეს ღობე და თავს დაესხნენ ისრაელს. და რასაც სოფლიოდან დახმარებას იღებდნენ, კიდე გაუშვეს იმ ჯურნულებში და შეიარაღებაში. ძალიან რთული თემა არის 550-მდე ზუსტად რამდენი დღეა ვერ გეტყვით დაახლოებით ამდენი დღე ისინი არიან ომში და არიან ყოველდღიური შიშის ქვეშ. და შეჩოვლები არიან ათწლეულების მანძილზე ასაცხოვრებას, მაგრამ ეს არის საშინელი. რომ არ იცი ხვალ რა მოხდება და რამდენიმე დღის წინ, როდესაც სამშობიაროდ მიყავდა ებრაელს როგორ ჩაცხელეს მანქანა და მესამე შვილს აჩენდა, მესამე შვილზე იყო ფეხმძიმედ და გარდაიცვალა. საშინელება. ეს არის საშინელება, რაც დღეს ხდება და წარმოუდგენელია მთელი მსოფლიო უნდა აღსდგეს ამის აღმოსავლურად. იცით რატომ? დღესაც ვთქვი და ვიმეორებ. მშვიდობა მსოფლიოში ძალიან დიდად არის დამოკიდებული მშვიდობაზე ახლო აღმოსავლეთში და ისრაელში. აბსოლუტურად ურთიერთგადაჯაჭულია და არის და აღმოსავლეთი უნდა იყოს აღმოსავლელი წერტილი მშვიდობის აღარაფერი აღარ გვიგვირს. ალბათ ეს რუსეთ-უკრაინის ომმა თითქოს გადაფარა ეს კონფლიქტი, მაგრამ როგორც სტალინმა იწინასწარმეტყველა ეს რაღაც წყევლასავით არის უკვე ისრაელი, როდესაც შეიქმნა მშვიდობა იქ არასოდეს აღარ იქნებაო, ეს სამწუხაროდ გრძელდება. ნამდვილად ესე არის, ინგა, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი არის მშვიდობა მთელს დედამიწაზე და უსულოდ ებრაელ ხალხსაც და დანარჩენ მსოფლიოსაც მშვიდობა, იმიტომ რომ ამის გარეშე ვერ იქნება მომავალი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისათვის. ძალიან საინტერესო თემას ხარ შეჭიდებული და გისურვებ, რომ მეტი და მეტი დოკუმენტაცია მოახერხო აი ამ უკვე გადაშენების პირას მდგარი კულტურის, ასე ვთქვია, ებრაულ-ქართული მიდის ის თაობა, ვისაც საქართველო ახსოვს და ამიტომ ძალიან დროული იყო ამ თემაზე მუშაობა. მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით. მადლობა. ნახვამდის. ნახვამდის.